ნიკო კეცხოველის პროექტისა და მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში ჩვენი სკოლა აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო, ეკოლოგიურ და სოციალურ პროექტებში. ამ პროექტის მიზანია მოსწავლეებში აამაღლოს ცნობიერება და მომატოს მათ პასუხისმგებლობა. მე გახლავართ ამ სკოლის 150 საჯარო სკოლის მოსწავლე ეკატერინე მჭედლიშვილი და დღეს ჩვენ ჩამოვართმევთ ინტერვიუს ამავე სკოლის დირექტორს ირაკლი მექვევრიშვილს. მოგესალმებით, გამარჯობათ ბატონო ირაკლი, თუ შეიძლება პირველ რიგში რომ გაგვეცნოთ. მოგესალმებით, მე ვარ ირაკლი მექვევრიშვილი, ალექსანდრე ცინცაძის სახელობის ქალაქ თბილისის 151 სკოლის დირექტორი. დიდი მადლობა, გადავიდეთ შეკითხვებზე. პირველი შეკითხვა, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ სკოლა აქტიურად იყოს ჩართული მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში? ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა მე მგონი, ყალიბდება ადამიანი პიროვნებად და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას ჩამოუყალიბდეს თავისი ხედვა და წარმოდგენა სამყაროს შესახებ. ეს მდგრადი განვითარების მიზნები ზუსტად ამას მოიცავს თავის თავში და სკოლა არის ადგილი, სადაც ამის საფუძვლები უნდა ჩაეყაროს და მიხარია, რომ ამ საკითხთან და ამ თემატიკასთან ასე აქტიური ჩართულობა გაქვს და ამ მიმართულებით ვდგავთ ნაბიჯებს ყველა ერთად, რა თქმა უნდა, მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. თქვენი აზრით, რა როლი აქვს სკოლას მომავალი თაობის ცნობიერ და პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში? ნახეთ, გაეროს ეს მიზნები 2030 წლისთვის შესრულებულად უნდა შევასრულოთ. უმთავრესი მიზანი რაც არის ამის, რომ თქვენ თავად საკუთარ თავზე გამოსცადოთ ეს ყველაფერი და ამ მიმართულებით დაიწყოთ მუშაობა. იმიტომ რაღაცა პერიოდის შემდეგ, რა ვიცი, 10-15 წლის შემდეგ თქვენ მოგიწევთ ამ სახელმწიფოს გადაბარება მართვა უკვე და უშუალოდ იქნებით გადაწყვეტილების მიღების პირები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მდგრადი განვითარების მიზნები არა მხოლოდ სადღაცას ფურცელზე დაწერილი და ვიღაცისთვის იყოს გაკეთებული, არამედ თქვენი იყოს, რაც უფრო მალე და მარტივად, ასე ვთქვათ, ამ ყველაფერს გავიაზრებთ და ჩვენი გახდება, მით უფრო იოლად შევძლებთ ამ მიზნების მიღწევას. მთავარი მიზანი ეს არის, რომ გლობალური მსოფლიო კიდევ უფრო უკეთესი გახდეს, კიდევ უფრო მისაღები გახდეს ყველასთვის და ის მიზნები, რაც არის, იყოს შესრულებული. რატომ? იმიტომ რომ გვინდა ყველას აი ამ გარემოს შენარჩუნება და თუ გავაგზავნებთ ისე, როგორც აქამდე ვაგრძელებდით, კარგი არაფერი გვემოგველოდება და ამიტომ ეს 17 მიზანი არის მნიშვნელოვანი. და მგონია, რომ სკოლა და თქვენ ჩართულობა ამ მხრივ არის ძალიან კარგი და ნაბიჯი. მადლობა. როგორ უწყობს ხელს ჩვენი სკოლა მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციას მოსწავლეებში? აი, დღევანდელი შეხვედრაც ამის მაგალითია. ხო, სხვადასხვა კულტურული მუშაობა, სხვადასხვა აქტივობები უნდა ვიყოთ ამ მიმართულებით ღიები. ხო, აი, ხშირად რაღაც გადაწყვეტილებების მიღების დროს, თუნდაც გარკვეულ გადაწყვეტილებების მიღების დროს, რაც უფრო ხშირად იქნებით ჩართული ამ პროცესში, მოსწავლის ხმა რაც უფრო ხშირად გაისმება, მე ვფიქრობ, რომ ამითი ამ მიზნების დაფარვაც ალბათ ეფექტივი არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რაღაც კიდევ ერთხელ გავუმეორდები გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ ყველაფრის გაკეთება თქვენ თავად მოგიწევთ და თქვენ თავად გამოსცეთ და რაც უფრო მალე დაიწყებთ ამ ნაბიჯების გადაგება, ანუ პასუხისმგებლობის აღებას მოდი ესე ვთქვათ, ხო? მით უფრო გონია, რომ წარმატებულები ვიქნებით ყველანი ერთად ზოგადად. ნამდვილად. როგორ მიგაჩნიათ, რომელი მიზანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი სკოლის სასკოლო სივრცისთვის და რატომ? 17 მიზანია, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაზე მთავარი ალბათ, ხო, მეოთხე მიზანი არის ხარისხიანი განათლება. სასახად სკოლა და სკოლის თემაა და სასახად ჩვენ გვეხება, რომ ეს არ იყოს რაღაცა, რა თქვა, უბრალოდ ხარისხიანი ყველა ვისაც არ მეკითხო, ყველას უნდა რომ ხარისხიანი განათლება გქონდეს, მაგრამ ამ მიზანს როგორ ვახწევთ, ეს არის მნიშვნელოვანი, ხო, რა ინდიკატორებია იმისთვის, რომ ის ცოდნა, რომელიც ჩვენ გვაქვს პირობითად, ხო, დირექცია, ადმინისტრაცია, მასწავლებლებს თქვენ გადმოგცემთ. თუ არა, მაშინ სკოლა რა გვინდა საერთოდ, ხო, გაკვეთილებს ატოვატარებთ, წიგნებს დაგირიგებთ და თქვენ თვითონ დაიკითხებთ წიგნს, რა კითხვას გასწავლით, ხო, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის გამოცდილება, ის სოციალური უნარები შევიძვით. ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ხარისხიანი განათლება, არის 17-დან კიდევ არ ვცდები უსაფრთხო გარემო ყველასთვის, არის გადამუშავება დარჩენების, რომელიც ასევე უნდა ვისწავლოთ, როგორ შეიძლება ამ დარჩენების ერთ-ერთი ყველაზე მეტი მომხმარებელი ჩვენ ვართ.
ამ ყველაფერს, ხო, ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ბევრ რესურსს ვიყენებთ, რომელსაც შეიძლება მეორე სიცოცხლე ვაჩვენოთ. ამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ თვითონ არ მოვიხმაროთ იმაზე მეტი პროდუქტი, რომელიც მე შეიძლება ჩვენ არ დააბიძუროს და ეს ისევ პრობლემა დაგვიბრუნდეს საბოლოო ჯამში. მართლა გითხრა მეტი არ მახსენდება ეს კონკრეტულად 3-4 ჩამოვყავთ. კი ბატონო და რას ურჩევდით სხვა სკოლებს, რომლებიც არ არიან ჩართულები და სურთ რომ ჩაერთონ მდგრადი განვითარების მიზნებში აქტიურად? ვიცი რა, რაღაცა პატარა ნაბიჯები უნდა გადადგას, მე მგონი ყველამ, ხო? პატარა ნაბიჯები, ოღონდ ისეთი. პარი ნაბიჯები რა. ეს არის თქვენი მთავარი სათქმელი ხომ მოსწავლეები? ცოტა შეცდომები ყველა დავუშვებთ რა. ხა ჩვენც რაღაცებს რო ვაკეთებთ, ახლა შეუცდომელი მარტო მერტია, ხო? შეცდომას დავუშვებთ. თუ არ წაიქცევი, ადგომას ვერ ისწავლე. ამის არ უნდა გვეშინოდეს რა. მაგისტრის ვართ აქ ყველანი შეკრებილები, რომ ეს შეცდომებზე ვისწავლოთ და გავიზარდოთ და ყველა სკოლას ურჩევდა დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მეტნაკლებად ამ ნაბიჯებს გავს, რომ დავიწყოთ ნელ-ნელა ამ მიმართულებით ნაბიჯებს გადავწყვეტ ეკოკლუბების შევქმნათ მაგალითად, ხო? არჩევნების გადამუშავებასთან დაკავშირებით ახლა რატომ ჩვენ ისედაც სამოკვეთილო პროგრამაში გვაქვს ესენი ჩასმული და მოქალაქეობიდან დაწყებული ბიოლოგია, გეოგრაფიით დამთავრებული, ისტორიით დამთავრებული ეს ყველაფერი სახელმძღვანელოებიდან მხედრითაც ისწავლება და ამის კიდევ ერთხელ ხმა და განმცემის შესაძლებლობა გვექნება კლუბური მუშაობის სახით. სხვადასხვა აქტივობებში თქვენი ჩართულობა, მოსწავლეების ჩართულობა ვფიქრობ, რომ აი ეს ნაბიჯები რომ გადადგან, თუნდაც აი ხა თქვენ რასაც აკეთებთ, ხო? აი ესეც რომ იყოს გზავნილი, რომ მათაც შეუძლიათ ანალოგურ პროექტებში ჩაერთონ, ისიც არის ალბათ ერთ-ერთი გზავნილი მათთვის, რომ აქტიურად გამოიყენონ ეს რესურსი, რაც მოგვიყვება. უღრმესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მომავალ შეხვედრამდე. კარგად მადლობა. ინიციატივისთვის, სურვილისთვის და ყოველთვის რა თქმა უნდა. მადლობა.